იუსტიციის მინისტრის მოადგილემ სოფლის განვითარების ცენტრების თანამშრომელთა შესარჩევ კონკურსში მონაწილეებს ტრენინგი ჩაუტარა. გიორგი ვაშაძე მათ მუშაობის ძირითადი პრინციპები აუხსნა და სხვადასხვა პროცედურის სპეციფიკაზე ისაუბრა. კონკურსის შედეგად შერჩეული თანამშრომლები მუშაობის დაწყებამდე თეორიულ და პრაქტიკულ კურსებს სხვადასხვა უწყებაში გაევლიან. კახეთში სოფლის განვითარების პირველი ცენტრი აგვისტოში უნდა გაიხსნას. ეს ადამიანები უნდა გახდნენ ამ იდეის განმავითარებლები. ანუ ჩვენ არ გვინდა უბრალოდ სამუშაო ადგილი შევქმნათ. რა თქმა უნდა, მათ გარკვეული ხელფასი ექნებათ, რა თქმა უნდა იმუშავებენ, რაც მთავარია ობიექტური შერჩევის მექანიზმია იუსტიციის სამუშაოში და ამ მექანიზმს გამოვიყენებ, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ეს ადამიანები უნდა გახდნენ განვითარების მამოძრავებელი ძალა. სოფლის განვითარების ცენტრი არის მნიშვნელოვანი ადგილობრივი მოსახლეობისთვის. რამე თუ მიიღონ ის მომსახურებები ადგილობრივად და აღნიშნულთან დაკავშირებით მნიშვნელოვანია ის, რომ იუსტიციის სამინისტრო და რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ერთობლივად ახორციელებს აღნიშნულ პროექტს. გამოცდილება მუშაობის ძალიან დიდი მაქვს, მაგრამ აი მოკლე 5 დღეში მხოლოდ ინფორმაცია მივიღე, რომ აი ჩემს სოფელში დაბრუნების შემდეგ მე შემიძლია ელემენტარულად გაუწიო რაღაცა რეკომენდაცია, კონსულტაცია, რომ მივიდნენ აი ამ სოფლის განვითარების სახლში